Am ვიზიტის შემდეგ ჩვენი გადაცემის სტუმარი მარიამ ვალიშვილი იყო. მაშინ ის ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობას სავარაუდოდ მოუწევდა მონეტიზაციაზე თანხმობის განცხადება, თუმცა უკვე დღეს ვიცით, რომ წლის ბოლომდე ეს არ მოხდება. რა გახდა ამის მიზეზი? ამას ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი გვეტყვის. ქალბატონო მარიამ, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ბიზნეს კონტაქტზე. ქალბატონო მარიამ, რა მოხდა, რატომ აღარ გახდა მონეტიზაცია საჭირო? მოგესალმებით პირველ რიგში, საკმაოდ მრავალფეროვანი ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენ მაყურებელს სიუჟეტში, ერთმანეთის გამომრიცხავით, ზოგი მართალი, ზოგი ასე ვთქვათ მცდარი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ დღეს პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებული არის, თუმცა რაღაც ფორმალური დეტალები რუსულ მხარესთან კიდევ დარჩენილი არის და რამ განაპირობა ეს, თქვენ კითხვაზე პასუხად. მინდა ვთქვა, რომ მონეტიზაციის ფორმატი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში ნამდვილად იდგა და ჩვენ არაერთხელ გვითქვია, რომ ეს იყო მოთხოვნა, რომელიც რუსულ მხარეს აყენებდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ის პირობა, რასაც ასე ვთქვათ, ველოდებოდით და გსურდა იგივე სარგებლის შენარჩუნების მიზნით, საბოლოო ჯამში ეს პარალელური მოლაპარაკებები დასრულდა იმით, რომ მოცულობით ნაწილში გაზი აქვს საქართველოს და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად პრობლემას აღარ შეუქმნის, იმიტომ რომ ეს მოცულობები მოწოდებული იქნება შახტენიზის მილსადენიდან და როგორც ტექნიკური პრობლემის არარსებობა, ასევე მოცულობების ხელმისაწვდომობა, ეს არის ის შედეგი, რომელიც აზერბაიჯანთან ორმხრივ მოლაპარაკებებში დაიდო. გარდა ამისა, ბუნებრივი არის, როდესაც უკვე გაზის ასე ვთქვათ, დამატების დღის წესრიგში საკითხი მოხსნილი არის, აქედან გამომდინარე ბუნებრივი არის უკვე ფინანსური და კომერციული შედეგიანობის ორიენტირი იყო რუსეთთან და მინდა გითხრათ, რომ ეს გუშინ და გუშინ წინ შეთავაზება რუსეთს არ მიუღია ჩვენგან, რომ დავრჩეთ ძველ ფორმატში, ეს ბევრი თვის წინ იყო შეთავაზება. უბრალოდ მოლაპარაკებები მიდიოდა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მხოლოდ მას შემდეგ, ასე ვთქვათ, პოზიციებმა დააფიქსირეს, როცა უკვე გაზის მოწოდების ხელშეკრულება დამატებით მოცულობებზე გაფორმდა აზერბაიჯანთან, ანუ რუსეთის დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ გაზის მოცულობები არ გჭირდება და შესაბამისად ერთადერთი საკითხი, რომელზეც ვისაუბრებთ, ეს არის ტრანზიტის საფასური, თუ იმ საფასურის ანაზღაურება არ იქნება სათანადო დონეზე, ჩვენ დავრჩებით ისევ იმ პირობებში, რომელიც აქამდე მოქმედებდა. თუმცა სწორედ ეს არის ის შედეგი, რომელიც სავარაუდოდ რამოდენიმე დღეში გაფორმდება კიდეც. თუმცა ქალბატონო მარიამ, თქვენ ჩვენთან საუბარში ახსენებდით ხოლმე ეს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საერთაშორისო მოთხოვნებს ამ მონეტიზაციასთან დაკავშირებით. დღეს რა ხდება? ანუ ის ფაქტია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები არ შეცვლილა, ამ ხრივ ხომ არ უნდა ველოდეთ სიტუაციის გართულებას. დავაზუსტებდი, როდესაც ვლაპარაკობთ საერთაშორისო ვალდებულებებზე, ლაპარაკი არის, რომ ჩვენ მომსახურების გატებაზე უარის თქმა, როცა ეხება ეს ტრანზიტს, ნამდვილად შეზღუდული გვაქვს, იმიტომ რომ ტრანზიტი ეს არის მესამე ქვეყნიდან მესამე ქვეყანაში გატარებული მოცულობები და თუ ინფრასტრუქტურა ქვეყანას გააჩნია ამ მომსახურებაზე უარის თქმა უარგუმენტოდ არ შეუძლია. საუბარი არის იმაზე, რომ არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ არეგულირებს თუ რა ფორმულით უნდა ანაზღაურდეს ესა თუ ის მომსახურება, მაგრამ არის პრაქტიკა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთელი ევროპის ქვეყნები და მთელ მსოფლიოში პრაქტიკა არის ის, რომ ანაზღაურება ხდება ფულადი გამოხატულებით. ბუნებრივი არის, რომ ეს არის ის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელზეც ჩვენ მითითებას ვაკეთებდით და არამც ის ფორმულა, რომლითაც ჩვენ რომელიმე კონტრაქტში ჩაწერილი გვაქვს, რომ აუცილებლად ამ ფორმულით უნდა ანაზღაურდეს და ანუ რეალურად ესაც არასდროს არ ყოფილა რაღაც მნიშვნელოვანი წინაღობა ან ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომ მაინც და მაინც მონეტიზაციას დავთანხმდებოდით, იმიტომ რომ ეს ისმოდა. სწორედაც რომ მონეტიზაციასთან მიმართებით. მონეტიზაციაზე, როდესაც კარგ თანხას იხდიან, მაგ შემთხვევაში ბუნებრივი არის განხილვად ღირს, მაგრამ როდესაც გაცილებით ნაკლებს გიხდიან, ბუნებრივი არის ჩვენთვის უფრო მისაღები იყო იმ პირობებზე დარჩენა, რომელიც აქამდე არსებობდა და ეს ამოცანა შესრულებულია. კარგით, და რაც შეეხება აზერბაიჯანს, რომელმაც დღეს უკვე მიწოდება, ისე ვთქვათ, გაგვიზარდა, ჩვენ ხშირად გვესმოდა აზერბაიჯანისგან, რომ რეალურად ეს იყო შესაძლებელი და ასევე ხშირად გვესმოდა მთავრობის მხრიდან, რომ რეალურად ეს იყო შეუძლებელი ამის გაკეთება და სწორედ ამიტომ მიდიოდა მათ შორის საუბრები გაზპრომთანაც. ანუ აქ ხომ არ იყო რაღაც გარკვეული შეცდომა, რაც მთავრობამ დაუშვა და ხომ არ დააკლდა მას დაუშვათ მოკვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ კონსორციუმი შეიძლება მზად ყოფილიყო, დათანხმებულიყო, ესე ვთქვათ, გაზის მიწოდების გაზრდაზე, როგორც ეს საბოლოოდ შედეგად დადგა. 5 წელიწადია, აი მე ხელში მკავია 5 წლის განმავლობაში წერილები, როდესაც ინტენსიურად როგორც სოკარზე, ასევე სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერატორ კომპანიაზე არის მიწერები და იყო მოთხოვნა, რომ ჩვენ კონტრაქტის პირობების ცვლილება გაგვეხორციელებინა, იქიდან გამომდინარე, რომ ზამთარ-ზაფხულის სეზონური დისბალანსის გამო მოცულობების ასე ვთქვათ გადათამაშება მომხდარიყო. ეს არის 5 წლის ასე ვთქვათ წერილები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა ექსპერტმა
მოითხოვა ეს მონაცემები ჩვენგან და ბუნებრივი არის ისი შესაძლებლობაც იყო არაერთი წლის ეს დოკუმენტი უკვე წერილობით რომ ნამდვილად იყო ეს მოთხოვნები ფორმალურად გაჟღერებული ჩვენი მხრიდან და ეს მხოლოდ ზეპირი ინტერვიუს ფორმატში არ იყო მარტო გაჟღერებული რომ ნამდვილად ეს პრობლემა იდგა შესაბამისად კიდევ გაგახსენებთ სოკარის ხელმძღვანელის კომენტარს რომ ნამდვილად არის ფიზიკური პრობლემები და თუ ეს შახტენიზის მილსადენიდან არ გადაწყდება შესაბამისად ამისი მოგვარების სხვა ალტერნატივა არ არსებობს ამიტომ მე კიდევ მინდა ვთქვა რომ ყველას ვისაც აქვს სურვილი და აი ეს ასე ვთქვათ განმარტება რომ თითქოს ჩვენ არ ვცდილობდით ამ ბოლო წლების განმავლობაში ამ მოცემულობის შეცვლას ეს იყო მცდელობა პერმანენტული როგორც ძველი ხელმძღვანელობის კორპორაციის ასევე ახლანდელი ხელმძღვანელობის ასევე ბატონ როვნაგ აბდულაევზე შახტენიზის კონსორციუმზე არაერთი წერილი იყო მიწელი და მინდა გითხრათ რომ ამისი ასლები ექსპერტებმა რომელსაც ეს მოითხოვეს ყველას გააჩნია და რატომღაც ამაზე არავინ არ საუბრობს ამიტომ წერილობით ნამდვილად იყო ამისი მოთხოვნა მაგრამ შესაძლებლობა იყო შეზღუდული ჩვენ უარს ვიღებდით მაგრამ როდესაც უკვე დადგა ძალიან ისეთი კრიტიკული საკითხი როდესაც რეალურად მოცულობების შევსების მცდელობა უნდა ყოფილიყო რაღაცა სხვა ალტერნატივიდან იცით რომ ჩვენ ირანშიც არაერთი ვიზიტი განვახორციელებთ რომ გარკვეულწილად მოგვესინჯა თუ რა მოცულობების ასე ვთქვათ იმპორტის შესაძლებლობა იქნებოდა რა მარშრუტით საქართველოს ბაზრისთვის და სწორედ იყო ის მცდელობები რომელიც საბოლოო ჯამში ნამდვილად ფორსირებულად სოკარის ხელმძღვანელობამ მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მაღალი ხელმძღვანელობის მითითებით მაქსიმალურად იმუშავა იმისთვის რომ ეს რესურსი გამოჩენილიყო და მე მინდა მეტიც გითხრათ რომ ჩვენ როდესაც ახლა 29 თებერვალს ვიყავით სამხრეთ დერეფნის გაზის დერეფნის მინისტერიალზე იქ ასევე თვითონ ბიპიმ და კონსორციუმის წარმომადგენლებს დაადასტურეს რომ ნამდვილად ეს გადაწყვეტილება მიღებული არის და უკვე შემდეგი ზამთრისთვის ჩვენ ამისი პრობლემა არ გვექნება იმიტომ რომ ეს მოცულობები სწორედაც რომ შახტენიზის კონსორციუმის ოპერატორის ქვეშ ყოფილი მილსადენიდან მოგვეტოდება ამ შემთხვევაში ეს 500 მილიონი არის თუ არა საკმარისი იმ დეფიციტის შესავსებად რაზეც მუდმივად მიდის საუბარი ჩვენ როდესაც საუბრობთ 500 მილიონზე მინდა გითხრათ რომ 500 მილიონი ჩვენ არ გჭირდებოდა დღეს მაგრამ ბუნებრივ არის მოხმარება იზრდება დაახლოებით 10-15% არის ყოველწლიური ზრდა და ეს არის ის მოცულობა რომელიც ჩვენ ვფიქრობთ რომ საკმარისი იქნება შახტენიზის მეორე ფაზის ამუშავებამდე ანუ 2019 წლის მეორე ნახევრისთვის ჩვენ უკვე დამატებით მოცულობების მიღებას ველოდებით და სწორედ აი ამ სამწლიანი პერიოდისთვის ვფიქრობ რომ ეს მოცულობები იქნება აბსოლუტურად საკმარისი წელს შეიძლება ეს მთლიანად არ დაგვჭირდეს და ვერავით ისოთ და უკვე არსებული ბალანსიდან გამომდინარე თუმცა შემდეგ წელს და იმის შემდეგ წელს კიდევ 3 წლის განმავლობაში მოხმარება დარწმუნებული ვარ კიდევ გაიზრდება და ბუნებრივ არის ჩვენ უკვე დარეზერვებული ასე ვთქვათ უსაფრთხო მომწოდებლისგან ამ შემთხვევაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორიდან აზერბაიჯანიდან ეს პირობა გვაქვს დიახ, ჩვენს მიმოხილვაში, ერთ-ერთ მიმოხილვაში ჩვენ მოვისმინეთ კახა კალაძის კომენტარი, როდესაც ის საუბრობს, რომ დივერსიფიცირება არის აუცილებელი და გაზპრომს ის განიხილავს, როგორც ერთ-ერთ საშუალებას სოკარისგან, ესე ვთქვათ, დივერსიფიცირების. ამ შემთხვევაში ამ 500 მილიონით გაზრდით რეალურად იზრდება დამოკიდებულება სოკარზე. როგორია თქვენი შეფასება? სოკარი რომ მონოპოლისტი არის ჩვენ ბაზარზე მე მგონი ეს ბევრი წლის განმავლობაში არის ფაქტი და ამას არავინ არ უარყოფს გაზპრომის მონაწილეობა რუსული გაზის მონაწილეობა მხოლოდ 10-12%-ის ფარგლებში არის ისიც იმ მომსახურების საფასურის სახით რომელსაც ტრანზიტისთვის საქართველოს იღებს მე მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ როდესაც ლაპარაკი არის რუსულ გაზზე და მის ალტერნატივის ძიებაზე მაგალითად ამ შემთხვევაში ლიტვამ თუ არ ვცდები განახორციელა პროექტი, ეგრეთ წოდებული თხევადი გაზის იმპორტის განხორციელება მას შეუძლია, თუმცა მაინც რჩება გაზპრომზე, იმიტომ რომ სწორედ მან შექმნა ინფრასტრუქტურა, მან შექმნა ალტერნატივა, რომლის შედეგადაც მიიღო უფრო კარგი ფასი გაზპრომიდან. აქედან გამომდინარე, ალტერნატივები არასოდეს ცუდი არ არის, უბრალოდ იმ ალტერნატივებს შორის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის უნარია გააჩნია. გაზპრომი ითვლებოდა, რომ იყო ოპტიმალური, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მილერთან შეხვედრები გაცილებით უფრო ხშირი იყო, ვიდრე დაუშვათ იგივე ირანის მიმართულებით ან თუნდაც იგივე თურქმენეთის მიმართულებით. მე გეტყვით რომ სხვათა შორის რაც უფრო მეტი მილსადენი იქნება და რაც უფრო მეტი წყარო იქნება, სწორედ ეს არის დივერსიფიცირების ასე ვთქვათ შინაარსი. თუმცა ბუნებრივ არის ყველა წყარო ისეთი საიმედო არ არის, ყველა მილსადენი იგივე ტექნიკურ მდგომარეობაში არ არის და მე მინდა გითხრათ რომ როდესაც სრულად დატვირთული იქნება შახტენიზის მილსადენი და სრულად დატვირთული იქნება ყაზახის მილსადენი, რაიმე ტექნიკური პრობლემა რო შეიქმნას. როგორ ფიქრობ, ჩვენ არ უნდა გქონდეს გასაცავი რომ ვთქვათ აი ამ ასე ვთქვათ ტექნიკური პრობლემის აღმოფხვის რესურსი გაგვაჩნდეს ქვეყანაში. თუნდაც გამი ალტერნატიული წყარო სოკარის მონაწილეობა იგეგმება ქალბატონო მარიამ.
მე მინდა გითხრათ, რომ სოკარმა გამოთქვა სურვილი, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად გაზის ინფრასტრუქტურისთვის გასაცავის არსებობას, იმ სეზონური დისბალანსის დაკმაყოფილებას და დღიური პიკების დაკმაყოფილებას და შესაბამისად ახლა რა კონკრეტული თანამონაწილეობა იქნება, რა პირობებით იქნება, ეს არის შემდგომი მუშაობის საგანი. მთავრობის მზაობა არსებობს, რომ სოკარიც განიხილებოდეს ამ გასაცავის პროექტში. რასაკვირველია არის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ინვესტორი გვეყოლება ქვეყანაში და რაც უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვა, რატომაც არა. უბრალოდ ლაპარაკი არის ის, რომ გასაცავს აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და პირადად ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს ფუნქცია უნდა იყოს ძალიან კარგად ასახული მარეგულირებულ კანონმდებლობაში, რომ თავისი როლი შეასრულოს სათანადოდ. სოციალური გაზი თუ შემცირდება, როდიდან და რამდენით და შეგვიძლია თუ არა უკვე ამაზე საუბარიც? ირანულ გაზს რაც შეეხება ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები და ჩვენი ოფიციალური ვიზიტის დროსაც დასტური იმისა, რომ ირანული გაზის მოწოდების სურვილი და შესაძლებლობა გააჩნია ირანულ მხარეს არის. უბრალოდ როგორც ყოველთვის მე ვამბობდი, სხვა გაზთან შედარებით, ანუ ფასის თვალსაზრისით, აზერბაიჯანული გაზი ყოველთვის იქნება კონკურენტული იმ ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, იმ სურვილიდან გამომდინარე, თუ რა როლის თამაშის უნდა ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს ჩვენ ბაზარზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კერძო სექტორი არის აბსოლუტურად თავისუფალი, თვითონ შეარჩიოს მომწოდებელი. ჩვენ მათ კონტრაქტებს ასე ვთქვათ არ ვუმზადებთ. შესაბამისად, თუ ისინი ჩათვლიან და იყო ასევე ცდილობა რამოდენიმე კერძო კომპანიის, რომ მათ ირანიდან გაზის იმპორტი განეხორციელებინათ, ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ბუნებრივი არის, თუ ამის კომერციული ასე ვთქვათ შესაძლებლობა იქნება, რატომაც არა. მაგრამ სახელმწიფო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტრატეგიულად იმ სეგმენტის უზრუნველყოფაში, გაზმომარაგების უზრუნველყოფაში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს არის მოსახლეობა და თვისადგურები, ამაზე აქცენტირებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ აზერბაიჯანთან ვრჩებით როგორც სტრატეგიულ მომხდარებელთა პარტნიორობაში. რას ვარაუდობთ წლის ბოლოსკენ დადგება თუ არა ისევ მონეტიზაციის საკითხი იმ დღის წესრიგში გაზპრომის მხრიდან და როგორი იქნება საქართველოს მთავრობის პოზიცია? მონეტიზაციის საკითხი ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ილუზია მაქვს, რომ არ დადგება, აუცილებლად დადგება, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს საკითხი დგებოდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ როდესაც უკვე კონკრეტულ საკითხზე არის საუბარი და იცის სარგებლობს რას უნდა ელოდე, ყოველთვის ვეცდებით, რომ ჩვენი პოზიციებით მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. ამ შემთხვევაში მაქსიმალური სარგებელი არის 10% გატარებული მოცულობის და თუ შესაბამისად იქნება სარგებელი იდენტური, ბუნებრივი არის განხილვა დღის. წინამორბედ შემთხვევაში არ ამგონია რაიმე დათმობაზე, ან ეს ხელისუფლება ან ვინმე სხვა, იგივე სამინისტროს წარმომადგენლები შემდგომ მოლაპარაკებებში სხვა პოზიციებით დაჯდნენ. და სტანდარტ & პურსის გადაწყვეტილება რეიტინგი მინდა რომ შემიფასოთ გაზისა და ასე ვთქვათ ნავთობის კორპორაციისთვის სულ ბოლოსკენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და უნდა ვეძიოთ თუ არა ამის მიზეზი ასე ვთქვათ მენეჯმენტში? ნავთობის კორპორაციაში ვერ გავიგე რა მკითხეთ. სტანდარტ & პურსის ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელმაც რეიტინგი შეუმცირა, ესე ვთქვათ და თქვა, რომ აი ვალის სავალო წნეხი იზრდება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში რთული იქნება, ესე ვთქვათ, როგორ გაართმევს თავს ამის დანახვა. ფიქრობთ თუ არა, რომ რეალურად მე ვფიქრობ, რომ ნავთობის და კორპორაციის, ასე ვთქვათ, გასული 4 წელი, რომელსაც შეაფასა ინვესტორებმა საკმაოდ დადებითი არის. რაც შეეხება რეიტინგის შემცირებას, არამედ აუცილებლად ასე ვთქვათ პოზიტივი და ნეგატივზე გადაყვანას, თუმცა რეიტინგი ისევ ეგრეთ წოდებული BB- არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ რეიტინგის შენარჩუნება რეფინანსირების მომენტისთვის, რომელიც იგეგმება უკვე უახლოეს პერიოდში. ვფიქრობ, რომ აქ საგანგაშო არაფერი არ არის, იმიტომ რომ ფინანსური მდგომარეობის თვალსაზრისით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გამართული იყოს კომპანია და სწორედაც აი ამის შედეგი კიდევ 5 წლით ჩვენ ვითხოვთ რეფინანსირებას, რომ ის 250 მილიონი დოლარი, რომელიც მოზიდული იყო ინვესტიციების განსახორციელებლად, ასევე იყოს ასე ვთქვათ ისევე წარმატებული იყოს, როგორც ეს ხოსადგურის შემთხვევაში განხორციელდა და 2022 წლამდე უკვე ჩვენ შეგვეძლება 2 მსხვილი პროექტის განხორციელება, ეს არის კიდევ ერთი ხოსადგური და გასაცავის პროექტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ შევადარებთ ნებისმიერ ნავთობის და გაზის კომპანიას მთელ მსოფლიოში, მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგი ნამდვილად არის მისასალმებელი გაცილებით რთული შედეგით შეფასდა დანარჩენი კომპანიები. უკვე ამ გადმოსახედიდან რა შედეგებიც ჩვენ მივიღებთ, თვლით თუ არა, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ დაუშვა შეცდომა, როდესაც თვითონ არ იყო, ესე ვთქვათ, პირველადი წყარო და პირველადი მომწოდებელი ინფორმაციის, როდესაც საზოგადოებამ გაიგო გაზპრომთან მოლაპარაკებების თაობაზე რუსული წყაროებიდან, იყო თუ არა ეს კომუნიკაციის თვალსაზრისით შეცდომა და რატომ არ ენდეთ ამ მომრჩეველთა საზოგადოებას უარყოფითი რეაქციის შეგეშინდათ მაშინ, თუ რა იყო ამის მიზეზი?
როგორც წესი, გაზპრომთან, როდესაც საუბარი დაიწყება, ბუნებრივი არის, არავინ მე მგონი მსოფლიოში ამას დადებითად არ შეაფასებს. ეს ჩვენთვისაც ნამდვილად არ იყო სასურველი ფორმატი, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები ყოფილიყო. მე მინდა გითხრათ, რომ გაზპრომთან შეხვედრები მანამდეც იყო. უბრალოდ აქ ფაქტორი იყო მილიერთან შეხვედრა, რომელიც ინფორმაციულად გაჟღერდა პირველ რიგში რუსული მხრიდან და მხოლოდ შემდეგ დაიდო ჩვენში რამდენიმე საათის შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ შეთანხმება არ ქონია იმასთან დაკავშირებით, ვინ პირველი დადებს ნიუსს და ვინ მეორე დადებს. ანუ შესაბამისად, როდესაც დაბრუნდა დელეგაცია და დადო ნიუსი, აღმოჩნდა, რომ რუსულ მხარეს ეს დადებული ქონდა ნიუსი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მილიერთან შეხვედრები წინასწარ არასოდეს არ ჟღავდება და ყველა ის დეტალი, რომელიც მოლაპარაკების პროცესში არის მოლაპარაკების საგანი, სამწუხაროდ არ შეიძლება ღია ეთერით ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს არის ის სწორად მოიქეცით და ეს არ იყო კომუნიკაციის კომუნიკაცია. მე ვთვლი, რომ კომუნიკაცია ამ შემთხვევაში ვინ პირველი დადებს ნიუსს და ვინ მეორე დადებს, ეს შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ფაქტის შემდგარი, მაგრამ მე აბსოლუტურად ნორმალურად ვუყურებ იმ თემას, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებების საკითხი როგორცაც ძალიან მაღალი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ასევე სოკართან მოლაპარაკებების საკითხი, იმიტომ რომ იცით ჩვენ რამდენად დამოკიდებული ვართ უსაფრთხო გაზმომარაგებაზე, რაც ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან არის გადაჯაჭვული საკითხი და ნამდვილად მისასალმებელი არის საზოგადოებისგან ეს აქტივობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ის დეტალი, რომელიც წარმოადგენს მოლაპარაკების საგანს, თუნდაც სოკართან მიმართებაში, თუნდაც გაზპრომთან მიმართებაში, ეს ვერ იქნება და არ გახდება ასე ვთქვათ დიდი ფორმატის მსჯელობის საგანი. კარგი, დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გვყავდა პირდაპირ ხაზზე ბიზნეს კონტაქტის მაყურებლისთვის.